მოგესალმებით, თითოეულ თქვენთაგან საღამოს მადლობა იმის, რომ გამოწერილეთ შემერხი, იმისთვის, რომ ალაიქებ და აკომენტარებთ, ვინც არ მიცემთ გაგეცნობით მე ვარ კატო. ეხლა არის მგონი დილის 6 საათი, რატომღაც ესე უცებ მომინდა რომ გამეკეთებინა ესეთი გაშლა, ძალიან იშვიათად ვაკეთებ ხოლმე ყოველ შემთხვევაში, მაგრამ არ ვიცი რატომღაც მომინდა ესეთი გაშლა გაგიკეთოთ. კვირის ენერგიები დავნახოთ, როგორი კვირა გექნებათ. ზოგადი ენერგიები რა იქნება, რა იქნება პირად ურთიერთობაში, რა იქნება ფინანსური კუთხით, რას უნდა ერიდოთ და რა გაგახარებთ ხო და რა თქმა უნდა რჩევაც თქვენთვის აუცილებლად იქნება. მე ფიქრობ, რომ გავაკეთოთ ვარიანტებად, ორი ვარიანტი მაინც. ასე რომ ვარიანტები ესე გავაკეთოთ ესეთი ლურჯი სანთელი, პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი იყოს ესეთი ყვითელი სანთელი, ლურჯი და ყვითელი. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და ვნახოთ რა რჩევაც ექნება სამყაროს. დავამუშავებ იმედია აირჩევთ თქვენს ვარიანტს. და ვნახოთ, რას გვირჩევს სამყარო, როგორი კვირა იქნება. მოკლედ იმედია აირჩიეთ. მე პირველი ვარიანტით დავიწყებ, მეორეს გადავდე. მგონი ჩანს პირველი ვარიანტი, გადავდე და ვნახოთ თქვენი ზოგადი ენერგიები, რა ენერგიებში იქნებით, თქვენი ფინანსური და კარიერული მდგომარეობა, პირადი ურთიერთობა, რა გაგახარებთ, რას უნდა ერიდოთ და რა თქმა უნდა რჩევა თქვენთვის. ნახოთ, თქვენი ზოგადი ენერგიები. სხვადასხვა ზოგად ენერგიებში გეტყვით, რომ ძალიან კარგი ენერგეტიკა გაქვთ, ძალიან ბევრ რაღაცა ნიუანსს ახდით ფარდა, შეიძლება თქვა თქვენი ცნობიერება უფრო მეტად გაიზრდება, თქვენი წინდახედულობა, რაღაც გონივრულად განსაზღვროთ ქმედებებს, გონივრულად დაალაგებთ სიტუაციებს, ხო? ანუ სამსახურში თუ რაღაცა პრობლემა გაქვთ, მიხვდებით სად რა და როგორ უნდა გააკეთოთ, გამოგიჩნდებათ ესეთი მომენტები, როდესაც აი იმ ერთ წერტილს იპოვით, რომელიც არის მნიშვნელოვანი თქვენი სიტუაციის დაალაგებისთვის. საკმაოდ ისეთი დადებითი და ემოციური ენერგიები გექნებათ. აქ ესე ვიტყოდი, რომ შესაძლებელია და მგონი კარგი იქნება თუ დაიწყებთ მადლიერების პრაქტიკას, იმიტომ რომ ეს რაღაცნაირად თქვენს ენერგეტიკას კიდევ უფრო მეტად გაზრდის და ესეთი აქტიურს გახდის. ნახოთ აბა ფინანსური და კარიერული კუთხით. აი ფინანსური და კარიერული კუთხით აქ როგორი მომენტია იცით, ნახეთ, გითხარით რომ გონივრულად განსაზღვროთ ყველაფერი. თუ თქვენ სიტუაცია გაქვთ ისეთი მდგომარეობა, სადაც მაგალითად ხვდებით, რომ ზედმეტ ხარჯს გადიხართ, ხო, ან ზედმეტ ქმედებას აკეთებთ ისეთ, რომელიც არ უნდა გააკეთოთ, ხო, ნახეთ, თქვათ სამსახურში რაღაც მომენტში ართმობთ რაღაცა პოზიციას, ხო, ყოველთვის არ არის ის მდგომარეობა, როდესაც არ უნდა დაუთმოთ, არის მომენტი, როდესაც რაღაცა მომენტში უნდა დაითმოს სიტუაცია თქვენი მხრიდან და
ეს უნდა გააკეთოთ, ხო, ფინანსური კუთხით ახლა თქვათ რაღაცის ყიდვა გინდათ, მაგრამ ამ დროს არ არის ეს საშუალება და არ არის იმის სიტუაცია, ხო, რაღაც უნდა გადადოთ, რაღაც უნდა დაიცოთ. თქვენი პოზიციები მე ვერ გეტყვით და არ გეტყვით, რომ არ უნდა დაიცოთ, მაგრამ ეს დაცვა უნდა იყოს, თქვათ, კარიერული კუთხით, როგორი მომენტი იცით, ძალიან ფრთხილი, ძალიან ყურადღებიანი და არ გძლიოთ სულსწრაფობა იმასთან მიმართებაში, რომ რას ქვია მე ჩემი უნდა გავიტანო, ხო, რას ქვია მე თუ ვერ გავაკეთე ვის რაღაცა ქმედებაზე როგორ ვიარო და რას ქვია ეს ამას ესე შევხედო, ხო, აი ვიღაცის პროექტს რატო უნდა მოვაწერო მე ხელი და დავთანხმდე ისე რომ მე არ მინდა არ მომწონს ეს კი შესაძლებელია რაღაცები არ მოგწონდეს, მაგრამ ხანდახან არის ის მომენტი, როდესაც უნდა გაერიდოთ სიტუაციის, მაგრამ არის რაღაცა კონფლიქტური მომენტი, ხო, რაღაცა ცოტა კამათის მდგომარეობა, ხო, უბრალოდ გაერიდეთ სიტუაციურად, გაერიდეთ მდგომარეობას, რომ მერე რაღაცა პრობლემა არ შეიქმნას. რაც შეხება პირად ურთიერთობაში. აი პირად ურთიერთობაში შეგიძლიათ რომ უფრო ხო, აი პირად ურთიერთობაში უფრო მეტად შეგიძლიათ რომ ოცნებებს მიყვათ, უფრო მეტად შეგიძლიათ რომ რაღაცა ემოციები ჩადოთ კიდევ უფრო ხო რაღაც მეტი დრო დაუთმოთ პირად ურთიერთობას. აქ პირად ურთიერთობაში რაღაცა თითქოს ესე ვიტყოდი, შეიძლება რაღაცა გეგმებიც წამოიჭრას, ხო, რაღაცა ვთქვათ, მაინდა-მაინც ხელის თხოვნაზე ნუ წავალთ ან რაღაცა თუნდაც აი რაღაც მოდი 2 კვირის მერე სადღაც ერთად წავიდეთ სადმე დასასვენებლად, ხო, რაღაცა გეგმები, რაღაცა ესეთი ემოციური მომენტები, ხო, მეტი ნება, მეტი ერთმანეთის გათვალისწინება, ყურადღება, აქ პირად ურთიერთობაში უფრო მეტი დადებითი ენერგიები და ის აქედან გამომდინარე სამსახურში ცოტა მეტი დავთმეთ რომ არ გაფრაზდეთ და არ გაღიზიანდეთ რომ პირად ურთიერთობაში არ გადაიტანოთ, ხო? იმიტომ რომ პირად ურთიერთობა აშკარად რაღაცა ცოტა უფრო კარგ ფაზაში გადადის, ესე ვიტყოდი. თუ აქამდე რაღაცა გაურკვევლობები გქონდათ პირად ურთიერთობასთან მიმართებაში და ციხში იყავით შესული მდგომარეობა რაღაც ვერ ვითარდებოდა, აი ეხლა უკვე მოვდის ის კვირა, როდესაც რაღაცას ფარდა აიხდება, ხო, ისედაც ისეთ ენერგიებში ხარ და რაღაცა მიხვალთ გაანალიზების, გააზრების და სწორი მიმართულებების მიცემის, ხო, თუ ახლა რაღაცა ისეთ მომენტში ხართ პირად ურთიერთობაში, როდესაც ნუ არავინ არ ყავთ გვერდზე ან დაშორებული ხართ, ხო, ნუ აქ ვიღაცასთან შესაძლებელია რაღაცა აღდგეს ურთიერთობის მომენტიც, ხო, მაგრამ შეიძლება ის მომენტი უფრო იყოს, რომ თქვათ გაანალიზეთ, რომ ნუ კი წავიდა და ნუ რაღაც მივტირი ვარ, ხო, რაღაც მე ჩემ ცხოვრებას უნდა მივხედოთ და რაღაც მივცე ვიღაცა შანსი ან რა ვიცი გავიცნო და ასე შემდეგ, ხო, ნუ პირადი ემოციები აშკარად უფრო დატვირთული გექნება. რა გაგახარებთ? ხო, აი გაგახარებთ ქმედებები, რომელიც დაკავშირებულია რასთან? რა გაგახარებთ? ანუ აქ არის მამაკაცთან დაკავშირებული და ესე ვიტყვი, რომ აქ როგორც ჩანს, რაღაცა განახლების მდგომარეობაც შესაძლებელია რომ იყოს, ხო? აქ არის იმის შანსი, რომ უბრალოდ მოხდეს ურთიერთობის აღდგენა, გითხარით კიდევაც ვიღაცებთან იქნება ეს მომენტი და შესაბამისად პარტნიორულ ურთიერთობაში გადამოდგმული ნაბიჯები, განახლება ურთიერთობის, ახალ საფეხურზე გადასვლა, რაღაც ემოციების გაკონტროლება, აი პირიქით, აი რაღაცა ისეთი ტალღა შემოიტანს თქვენს ცხოვრებაში, რაღაც დადებიც, ხო, რაღაც
თქო ვიღაცა სადამღაც შეიძლება რომ ხელიც თხოვო, იმიტომ რომ ისეთი ენერგია მოდის. აი სრულ არ ელოდებით და ნუ აი მე მინდა რომ всё გამივიღე გადაწყვეტილება რომ ერთად უნდა ვიყოთ, ხო რაღაცა ეს მომენტები გაგახაროთ. რას უნდა ერიდოთ? ხო აი უნდა ერიდოთ იმ მომენტს, როდესაც საკუთარ ესე ვთქვათ თავთან მიმართებაში არ დაუთმობლობას, ხო? როდესაც ადამიანი რაღაცა თავის პოზიციებს ართმევს, ხო, რაღაცნაირად ცარელი უნდა შეძლოთ და ხანდახან აი რო იტყვიან მართლა სამყაროს მიანდოთ ყველაფერი და თქვენი შინაგან მესთან არ იყოთ რაღაც ჭიდილში თუნდაც იმ მხრივ რომ აი ალბათ ეს უფრო კარიერულ კუთხეს ეხება, იმიტომ რომ იქ რაღაცა იმდენად გინდათ რომ რაღაც დაიცვათ და იმდენად გინდათ რაღაც მიზნამდე მიხვიდეთ, რომ აი აქ მაინც ერიდეთ იმ მდგომარეობას, რომ ეს მიზნამდე მისვლის გზა სახიფა თუ არ აღმოჩნდეს თქვენთვის, ხო? მე მინდა და ამიტომ და ასე პირდაპირ ავდგები და ბოლომდე მივაწვევი ამ საკითხს, ხო? ესე არა. აქ რაღაცა ბალანსი უნდა დაიცვათ, ხო? რაღაცნაირად ცოტა მე ცოტა ხანი გათიშეთ, ხო? რაღაც გარშემოც არიან სიტუაციები და მდგომარეობა და ხალხი, რომელთანაც ცოტა ისეთი კავშირები ცოტა უნდა გაამყაროთ, ცოტა უნდა რაღაცა დაარბილოთ რა ესე რომ ვთქვათ. კარგით, რჩევა თქვენთვის. აი ზუსტად არ შეგეშინდეთ არ იფიქროთ რომ თქვენი მდგომარეობა რაღაცა შეირყევა როგორც ჩანს სამსახურებრივი კუთხით და ფინანსური კუთხით არის და არ იფიქროთ ის რომ რაღაცა დრახან დათმობთ თქვენ მდგომარეობას, რაიმე შეირყევა, ხო, რაიმე ესეთი სიტუაცია იქნება, ხო, სამყარო თქვენს მხარეს იქნება, ფორტუნა გაგიმართლებთ. ის მდგომარეობა აუცილებლად უნდა ყოფილიყო, აუცილებლად გასავლელი არის, ესე რომ ვთქვათ, ამიტომ არ შეგეშინდეთ, ხო? უბრალოდ მიყევით მდგომარეობას რა როგორღანაირად და უფრო მეტი გონიერება ჩართეთ. მოგეთ ეს გამოვიდა. ეს პირველი ვარიანტი და ნახოთ, ხო, რა შეყვეს მეორე ვარიანტი და დაგველაპარაკე. პირველი ვარიანტი გადავდეთ და მეორე ვარიანტი ვინც შეყვეთ არის სანთელი. ნახოთ. რა ენერგიებში ხართ? ნახოთ. მეორე ვარიანტის ენერგიები ზოგადი, ფინანსები, კარიერა, ურთიერთობა. რა გაგახარებთ? რას უნდა ერიდოთ? რა თქმა უნდა, რჩევა თქვენთვის. ნახოთ, თქვენი ენერგიები. სხვათა შორის მეორე ვარიანტიც არაჩვეულებრივ ენერგიებში არის რაღაც ახალი მიზნებისკენ, ახალი წამოწყებისკენ, ახალი სურვილებისკენ, შესაძლებელია ადამიანი უბრალოდ რაღაცნაირად ცდილობდეს ჩამოაყალიბოს, რაღაც ჩამოწეროს თავის მიზნები, სად უნდა იყოს ერთ წლის ბოლოს, ხო, რაღაცა ახალი სამსახური მოიძიოს, ახალი განახლება მისცეს ურთიერთობას, ხო, თუნდაც არსებულ ურთიერთობაზე სჭირდება განახლება, ხო, რაღაცა შეცვალოს, ან სტილი შეიცვალოს, ანუ მეორე ვარიანტით რაღაცა ეს კვირა არის თქვენი განახლების და ახალი ეტაპები, რომელიც მოგცემთ ძალიან დიდ სიამოვნებას, ხო, რაღაცა თითქოს
გამოანათებს, რო იტყვიან ხო, რაღაც მზესავით გამოანათებს ახალი მდგომარეობები თქვენთან. ნახოთ აბა ფინანსებში. ფინანსებთან დაკავშირებით და კარიერასთან დაკავშირებით, როგორც წინას არჩევანი გაქვთ. აქ მოგეცემა ჩანსი ახალი პერსპექტივების, ახალი წარმოწყების, ახალი სამსახურის პოვნის. როგორც ჩანს, ეს თქვენი ენერგიების განახლების ზუსტად მიანიშნებდა. რომ მოხდება განახლება, მოხდება თქვენთვის რაღაცა, შეიძლება იგივე სამსახურში უბრალოდ დაწინაურება იყოს, ხო? ასე რომ თქვენთვის ფინანსური და კარიერული კუთხით რაღაც განახლება მოხდება და მოხდება ის მომენტი, როდესაც უბრალოდ მოგეცემათ გამოაჩინოთ თუნდაც თქვენი შესაძლებლობები, ხო, თქვენი ნიჭი, თქვენი რაღაცა სიძლიერე თუნდაც, ხო, რაღაც თქვენ სფეროში. პირათან მიმართებაში. სხვადასხვა პირათან მიმართებაშიც ძალიან კარგი ენერგიები არის, ვერ ვიტყვი რომ ცუდი ენერგიები არის, თუმცა ხო, აქ არის, არ ვიცი, რაღაცის მეგონი სამსახურებრივი რომანი აქვს თქვა, ესე შეიძლება თქვა. აქ პირად ურთიერთობაში არის ძალიან ცივი დანახვა თქვენი ფასეულობების, დანახვა თქვენი პიროვნების, ხო, თქვენი ემოციების, თქვენი რაღაც დამოკიდებულებების პირად ურთიერთობაშიც აქ იქნება ძალიან ცივი მშვიდი, წყნარი, შეხმატკილებული ურთიერთობა. შეიძლება ითქვას, რომ რაღაცა კიდევ ვიცით როგორი მომენტი, უბრალოდ სულ არ ელოდებოდით ისეთი ადამიანისგან მიიღოთ რაღაც ისეთი ემოცია, რომ გაგიკვირდეთ, ხო, ეს ადამიანი რანაირად არის ჩემს, რანაირად ვთქვათ, მოუნდა ჩემთან ერთად ყოფნა, ვთქვათ, რაღაცა იმიტომ კი არა, რომ თქვენ არ ხართ ამ ადამიანის ყურს, უბრალოდ არ იცნობდეთ იმდენად კარგად, რომ რაღაცა ეს ურთიერთობა შემოგთავაზოთ. მაგრამ აქ რატომღაც ვფიქრობ, რომ ვიღაცებს ექნებათ სამსახურებრივი რომანი, ესე რომ ვთქვათ. პირად ურთიერთობას ამართებაში აქ სტაბილური, მშვიდი, წყნარი და რაღაც ისეთი უფრო ცოტა მიწიერი ურთიერთობა იქნება, თქვენ ნახეთ, ემოციები კი არ არის აქ რაღაცა ის სიყვარული და ემოციები და რაღაცა არა, აქ უფრო რაღაც ისეთი მომენტი არის ამის მერე ის, ხო, რაღაცა დაგეგმარება, დალაგება და დაწყობის ენერგია მოდის აქ თითქოს. აი, აქ გახარებთ. გაგახარებთ ის, რომ თუ რამეში ვერ იღებთ გადაწყვეტილებას და ვერ გაქვთ ჩამოყალიბებული რა გინდათ და რომელი გზა გინდათ და სად მიდიხართ, აი აქ გაგახარებთ ის, რომ თქვენ მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომ საბოლოო ჯამში, ხო, მე მივდივარ, ვირჩევ იმ ერთ კონკრეტულ ნაბიჯს და ვდგავ, ხო, რაღაცა აქ ეს მომენტი არის, გაგახარებთ გადაწყვეტილების მიღება თქვენი თქვენი მდგომარეობის, ხო, რაღაც დაბალანსება სიტუაციების გაგახარებთ. როცა თქვენთვის მნიშვნელოვანი სიტუაცია, ხო, აქ ურთიერთობაში თუ რაღაც ისეთი მომენტი არის, ხო, იქ ბალანს მოიპოვებთ, აქ სამსახურში რაღაცა მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ახალი პერსპექტივები გამოჩნდეთ. ნუ აქაც აშკარად რაღაცა ეს თქვენი სიხარული არის იმ ყველა ცვლილებასთან მიმართებაში, რომელიც თქვენს რეალობაში მოხდება ამ ერთი კვირის განმავლობაში, ხო? თუნდაც საბოლოო ჯამში მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩემი მიზანი არის ეს და მე დავიწყებ ამაზე მუშაობას, აი ეს მომენტი, რომ მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დღეს რაღაცა ორი გზა გასაყარზე რომ ვიდექი უნდა წავსულიყო, ავიდე მარჯვნივ და გადავწყვიტე რომ წავიდე მარჯვნივ, აი იმ მარჯვნივ წასვლის შემდეგ თქვენ იმხელა გადაწყვეტი ისეთ ნიუანსს შეიძლება შეხვდეთ, როდესაც მიხვდებით, რომ ნუ აი ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე, ხო, ეს მომენტი იქნება. რას უნდა ერიდოთ? დროის გაყვანას, დროის დალოდებას, დროის
ბუჭად პლანგვას ხო, ანუ რაღაც ჯერ არ არის დრო, ჯერ ალბათ ჯერ არ მინდა რომ გავაკეთო ეს ნაბიჯი, იმიტომ რომ რაღაცა არ ვარ ამისთვის მზად ხო, ანუ რაღაცა როგორც ჩანს თქვენ ყველაფრისთვის მზად უნდა იყო, თქვენ ყველაფრისთვის მზად ხართ უკვე ესე აღიქოს ყოველ შემთხვევაში სამყარო და ამიტომ ერიდეთ იმ მომენტს, რომ თქვენ თავი არ შეიყვანოთ ჩიხშობა, თქვენ თავი არ შეიყვანოთ გაურკვევლობებში და გაუგებრობებში, თუ არ ეხო გონთ არჩევანი გაქვთ გასაკეთებელი აქ როგორც ჩანს და ეს არჩევანის გაკეთება შესაძლებელია რაღაცა ურთიერთობასთან მიმართებაშიც იყოს, მაგრამ ნახეთ როგორ უნდა ერიდეთ იმ მდგომარეობას, რომ ეს რაღაცა გაჩერდეთ და ერთ წრეზე, ანუ რაღაცას ელოდოთ უსასრულოდ ხო, ანუ თქვათ მიეცით რაღაცა ქმედება უკვე მოვიდა დრო, რომ შეცვალოთ თქვენი რეალობა ხო, იმიტომ რომ თქვენ მიზნები შეგიძლიათ დაისახოთ და ამ მიზნებისკენ წახვიდეთ, იმიტომ რომ ამ კვირაში გააქვთ ამისი საშუალება, რომ ყოველ შემთხვევაში ის მაინც ჩამოყალიბოთ, რომ აი ხვალინო მე ვიწყებ ვარჯიშს ხო და დაიწყოთ, თუნდაც სათითელი ვარიანტით მიხვიდეთ ხო, ნახოთ აბა რამდენად მოგეწონებათ ეს ვარჯიშის მდგომარეობა, რამდენად თქვენია და საერთოდ გინდათ თუ არა ვარჯიში ხო, ანუ რამდენად შეეგუებით ამ ყველაფერს ხო, თქვენ მინდა დავიწყო რაღაცა წიგნის კითხვა ხო, აიღეთ, გადაშალეთ იქნებ და შესავალშივე არ მოგწონთ ხო ეს მომენტი და კი, მინდა და წამიკითხე, მაგრამ ჩემი წიგნი არ არის ხო შესავალ რომ წავიკითხე, რაღაცა ვერ მივიღე ხო, ან ჯერ არ ვარ ამისთვის მზად, რომ ეს წიგნი წავიკითხო და გავაანალიზო ხო, არის ეს მომენტებიც. ასე რომ აი გაჩერებას და ერთ ადგილას დგომას ერიდეთ ხო, რაც შეიძლება მეტი იმოქმედეთ, მეტი ნაბიჯები გააკეთეთ ყველანაირად. და რას გირჩევთ? არ შეცვალოთ თქვენი მდგომარეობები და არ უღალატოთ საკუთარ თავს, როგორც კი დაისახოთ მიზანს და როგორც კი თქვენ იტყვით, რომ მე ამას ყველაფერს გავაკეთებ და გავარდნო თავს, უბრალოდ არ უღალატოთ თქვენ თავს და არ შეიყვანოთ გაურკვევლობებში იმასთან მიმართებაში, რომ სამართლიანი იყავით. ნახეთ, ის მომენტი კი არა, რომ მინდა არ მინდა რაღაც, არა, უბრალოდ სამართლიანი იყავით საკუთარ თავთან, რომ მე ვიმსახურებ, თქვათ, თუნდაც რაღაცა კარგ სამსახურს, ხო, მე ვიმსახურებ რაღაცა კარგ ურთიერთობას, მე ვიმსახურებ ახალ მანქანას, თუნდაც, ხო, რაღაც აი თქვენი მიზნებს და თქვენ სურვილებს არ უღალატოთ, არ გაჩერდეთ და არ შეჩერდეთ, ხო, ეს კვირა მოგეცემათ იმისთვის, რომ რაღაცეები გადააფასოთ, გადაალაგოთ თქვენი მიზნებისკენ ნელი ნაბიჯებით, თუნდაც რაღაცა კონკრეტული ქმედებები გააკეთეთ. მოკლედ ესეც გამოვიდა ორივე გასვლა, მე ბედნიერ კვირას გისურვებთ, წარმატებულ კვირას გისურვებთ. საინტერესოა როგორ იქნება ეს კვირის ენერგიების მდგომარეობა, რა შედეგს მოგიტანს და რამდენად დაგეხმარებათ, სხვათა შორის ძალიან დამაინტერესებს ეს მომენტი, მაგრამ როგორც გენებთ, თუ დამიწერთ კომენტარში როგორ იქნა და როგორ ჩაიარა მერე კვირამ, ძალიან გამიხარდა. თუ არა და ნება თქვენია. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყოველივესთვის, იმ თქვენი ლაიქებისთვის, იმ კომენტარებისთვის, რომელსაც აკეთებთ არხზე და ბედნიერ წარმატებულ ჯანსაღი ურთიერთობით სავსე კვირას გისურვებთ.